გამარჯობა ლაშ. გამარჯობა ციკო. როგორ ხარ? აი ხო ხედავ მეორე ეპიზოდშიც გვერდზე მიზიხარ. კი არა მეორე რა. დაბაღმილი ვარ იმაზე რომ გიხარო და რომ გამაგდე და არა ვითარ ჩამანასწრე, შემთხვევაში სანდროს. აი მინდა ეხა სანდროს დაურეკავ და სანდროს ეთქვი მიხარო და თუ არა. სტუმარი ყავს ძალიან საინტერესო სანდროს მე მივესალმებით. სანდროს უნდა დაურეკო, უნდა დაგიმტკიცო რომ აი არაფერ შუაში არა, ერთი წუთი. არა იღებ სანდრო ახმოვანებს. სტუმარო თქვენ მერე გამოგაჩა. სანდრიკ ეხა ხარ პირდაპირ ეთერში იმაში რა ქვია პოდკასტების, voice-over-ების. გამარჯობა სანდრო. ხო და ციკო მეუბნება რომ მიხარო და რომ ციკო არისო. მიხარო და უთხარი როგორი სევდიანი ვიყავი, ეს ეპიზოდებში ვიყავი მხიარული თორე როგორი ცრემლიანი ვიყავი. ტირო და ციკო ტირო და კაი ვნახე სან ყველაფერი ჩემი თვალით. ჩემ თავს გეპიცები რაც არ გინახავს აი ჭრა და ციკო იქ ტირო. ტირო. დაგიჯერე ხო? ზუსტად. всё, მადლობა სანდრო კოცნით. მიდი დროებით. ხო, მოკლედ. დღევანდელი სტუმარი. მე მინდა წავადგე. მიდი დღევანდელი სტუმარი არის ყველაზე ბრდღვინავი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე საოცარი, ყველაზე ტანფეხება, ყველაზე კულინარი. კი, და ყველაზე ჩუცუდი და ნაომი კემბელის დედაცვატირე ნესტან ხახუბია მეგობრებო. ნეჩ როგორ ხარ? გადავახვიოთ ხოლმე. მერთო ჩემო, რა ძალიან კარგად გამოიყურები. უნდა აღვნიშნო ეს და როდის არ გამოიყურები ძალიან კარგად, მაგრამ აი ლაშარო შენი ფანია ბავშვობიდან. მე აი ბავშვობიდან. გახსოვს რომ ვითხოვდი აჭარანეთში გახმოვანებაში. ციკო გაუშვით მეთქი წინ. ნესტანი შემომიყვანეს. აი ხუმრობთ რა თქმა უნდა ეხლა. მართლა ითხოვდა რა? მართლა ითხოვდა ეს ნაიმური ბავშვი. მეუბნეოდი რა მეთქი რავი რა ქერანაშასთან მაინც მიღალატე. მაგრამ არა ნესტანი მინდა. არა, ნესტან. აი მე როგორ გვიყვარ ხარ. როგორ დიდ პატივს გცემთ. და როგორ გვიხარია რომ მოხვედი. გიშდები. როგორ გვევასებთ სამყაროს. ანუ მზიდან ავდექი და თქვენთან მოვედი. თქვენ ხდებოდთან აი რა პატივში ხარ. თან ეს ახალი ვერანდა, ახალი შეზლონგები და ახალი ამბები ხო. მოვად ჩვენც მაგრამ. ყველა შენი Instagram story-ების მაყურებლები ვართ აი რაღაცა არა მარტო Instagram story-ების. ცოტა მოვიკოჭლე, მაგრამ ეხა ნელ-ნელა ისევ ავდგები. შენ და ჩვენც დაგვდე ხოლმე. აბა რას ვიზავ დაგდებთ. დაგვდე ეგრე. ნეს როგორ ხარ? კარგად ძალიან. და ძალიან მიხარია აქ რო ვარ. ძალიან მიხარია, აი ძალიან მიხარია. ჩვენი გარემო აურა ენერგეტიკა. ზუსტად ვიცოდი რომ სადღაც მაინც გაჭრიდით რა თქვენ ორი. ერთად კოჭებში გვეთხოვოდა. კი, აუცილებლად და ძალიან მიხარია რომ რაღაც მოიფიქრეთ ესეთი და თან ამ სფეროში, იმიტომ რომ ესეთი რაღაცები არ არის. ჯერჯერობით. ჩვენნაირი ვერც იქნება. იასნია. რაც არ უნდა იყოს. ჩვენნაირი სტუმრები ვერც ვერავის ეკოლება. Sorry. ექსკლუზივები არიან ჩვენები. აბა რა, შენ რო სხვაგან მიხვიდე ჩვენთან არ მოხვიდე. აბა რა, ჩვენ ესე ვერასდროს ვერ მორჩებით. განსაკუთრებით ჩვენ სამს. კი. ამიტომ მე მაინც მინდა რომ მაყურებელიც რო ჩაერთოს, გავაკეთოთ ასეთი რაღაც რა. მე მახსოვს რომ რაღაცა განსაკუთრებულად აი აჭარანეთში ხო ისე იყო რომ რაღაც ჯერ ბატო და თაკო იყვნენ მე და შენ მივედით მე ძალიან მალევე მოვიდა ნესტანი თავის ალექსასთან ერთად და რაღაც აი ჩვენ ორ ალექსასთან ერთად პირველი 5 ოთახი აი 4 ოთახი ვიყავით რაღაცა დაწყება ზოგადად აჭარანეთის იქ გქონდა რაღაც ჩვენი პირადი პატარა ცხოვრება რომელიც იყო განსაკუთრებით საინტერესო ალბათ მაყურებლისთვისაც მაგრამ პირველ რიგში ჩვენთვის და აი მართლა მახსოვს ნუ ნესტანის ზოგადად ხო ყველაფერზე ესეა მაგრამ აი მახსოვს ნესტანის ამერიკული TV შოუები რომ თავდებოდა რომ გლოვა იყო ნუ პანაშე და კაი ნესტანა სერიალია და ცხოვრება ანუ ნესტანი ცხოვრებიდან ვეღარ გამოდიოდა არა ხა და ძალიან მინდა ანუ პროსტა აი სანამ პროსტა უნდა შემისწორო არა მე პროსტას და ბაბშეს ვიძახი კიდია არა მე აღარ მინდა რომ ვიძახო და უნდა გამის კიდია რა მეორე და მემართა უკვე ეგ სიფცხვილო მისწორებს პროსტა ხო და ნახე მინდა რომ იმის გარდა რომ რაღაც ამ სერიალებზე ვისაუბრებთ ხო რაღაც ამ ჩვენ community-ზე ვისაუბროთ კიდე ერთხელ იმიტომ რომ იმის გარდა რომ იყო და აღარ არის რაღაც ადამიანებს ახსოვთ რა დღემდე და რაღაც აი სადაც არ უნდა გამოვჩდეთ ჩვენ მაინც უისახსოვთ რა ესე ხდება რომ აი აჭარანეთის გამხმოვანებელი თან ასე მოკლედ სანამ აქ მოვიდოდი რაღაც რო
გავიგე რომ დამპატიჟეთ და ძალიან გამიხარდა. ისა რა ქვია, მოკლედ ფიქრობდი რაღაც ორი რაღაც, სამი რაღაც მეთქი აუცილებლად უნდა ვთქვა მეთქი რა გადაცემაში თქო. ერთ-ერთი არის ის, რაც მართლა არ ვიცი, მე მგონი არზოს ეხა ჩემმა ძალიან ახლო მეგობრებმა კი იციან, მაგრამ ესე საჯაროდ არასდროს არ მithქვამს. არის ის, რომ ჯერ მე რომ რაღაც სამსახური დავიწყე და რაღაცების გაკეთება დავიწყე, ეს ყველაფერი არის ციკოს დამსახურება. ანუ ჩემი პირველი სამსახური იყო რადიო უცნობი, სადაც ციკო მიმიყვანა. ეგეც მე და ესეც ყველგან ერთად. ხო, ეგეც საოცარი იყო და ძალიან მიყვარს ეგ პერიოდი ჩემი ცხოვრების და მეორე სამსახური იყო ჩემთვის კიდე რაღაც მეორე რადიო, მაგრამ იქ 1-2 თვე ვიყავი და მესამე სამსახური იყო ჩემი უკვე აჭარანეთი, სადაც ისევ ციკო მიმიყვანა. შესაბამისად ციკოს დამსახურება არის, რომ მე ვახმოვანებ დღეს და ვაფშე არც წარმომედგინა, რომ აი ეს შემეძლო ან რაღაც, მაგრამ მთელი ცხოვრება მინდოდა რომ გამოსულიყავი მსახიობი და რაღაც ბოლო პერიოდში გადავთქვი რომ მეთქი აი ჟურნალისტი უნდა გამოვიდეთ რაღაც რა, მაგრამ ბოლოს მაინც როგორც თქვენ ჩვენ მეცხრევიყავ. კი, მე და ერთ ფაკულტეტზე ვსწავლობდი 2 წლის მერე. რადიო ჟურნალისტები არიან ორივე პროფესიით. ლექციაზე ვიჯექი, ოღონდ არ გიცნობდი ორსული. ორსული, კი, და მე და ლექტორის ჩხუბი რომ მოგვივიდა, გახსენებული. აგარი კაბათი. ხო, და მე მოკლედ მოვედი აჭარანეთში. აჭარანეთი არის ალბათ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ერა ჩემ ცხოვრებაში. მაჟრიალებს ეხაც რომ მახსენდება, აი საოცარი იყო მართლა, ჯერს ერთი ალბათ სახლზე დიდ დროს მან ვატარებდი და აი არ ვიცი რაღაცა ყველა კარგი როგორ იყო არ ვიცი, აი რაღაცნაირად ყველა ძალიან კარგად ვიყავით ერთმანეთთან. ძალიან კარგი იყო, მაგრამ ეხლა ვხვდები რომ კიდე ვერ ვიაზრებდი როგორი კარგი იყო, იმიტომ რომ ეხა უფრო ვიაზრებ რომ ძალიან მაგარი იყო რა. ძალიან კარგი იყო, ეგრე არ მეხალისებოდა არასოდეს არაფერი, მანდ მოსლის, და მთელი ჩემი ცხოვრება, ყველა ჩემი პრობლემა, იცოდა ყველა, ჩემი ზურა კოკლიანი, ალექსა, ანუ აი ოთახში. თვალესთან ბირჟა რო ქონდა მე შენ და ამას სიგარეტებს ვეწეოდი და იქ დრამები, დური ფოტოები რო ქონდა. დურ ფოტოებს რაც მე თქვენ გიგებდით, დურ ფოტოებს. ერთი დური ფოტო ჩემი და ნეჩოსი გამოაჩინეთ, მე იმ ეპოქიდან. ჩემი გადაღებული, აუცილებლად მე ვიყავით ან ოპერატორი. ესეთ გოგოებთ არავინ არ მუშაობს, შენ არ მუშაობ. კი, და მყერავდნენ მაგით, რომ ეხლა ჩვენ თუ არ გადაგვიღე, ვის უნდა გადაუღოს სურათები და მეც ეზე ვიდექი ხაში პატარა და ჩხან. აი, შეგვჭა დური ფოტოები. კი, ძალიან ბევრი დური ფოტოები მოკლედ რა, აჭარანეთი არის საოცრება და დღესაც, რავი, აი სადაც არ უნდა შევიდე რომელიმე პირატულ გვერდზე, სადაც არ უნდა შევიდე, ჩემი გახმოვანებული სერიალები დევს. და ჩემთვის, ანუ ეს ყველაფერი იყო ძალიან ჩავეულებრივი რა. ეხლა როგორც აღვიქვე, ისეთი არ იყო მაშინ და თან ანუ მეგონა რომ აი ხო რავი ვახმოვანებ და ანუ ყველა შეუძლია რა. ანუ აი ყველა რა არის განსაკუთრებული რა და სხვათა შორის ეს არის მეორე რაღაც რაც აუცილებლად მინდოდა მეთქვა ამ გადაცემაში. სხვათა შორის აი ამ გამხმოვანებლებიდან, ნუ მე ხარ შევედრები, ვინც ძალიან ძველი და ასე შემდეგ არის და ძალიან დიდ პატივს და სხვათა შორის არ დამოვიწყდება ერთხელ ერთ-ერთ ტელევიზიაში ვიყავი, ვუყურებდი როგორ ახმოვანებდნენ და უცებ ხვდები რომ ვზივარ და გვერდზე ქალბატონი მიზის და ტელევიზორმა დაიწყო ლაპარაკი რა და წინა პოდკასტში მისგავდა. ანუ ხვდები რომ მეთქი რა ხდება და შევხედე და ეს ქალი ლაპარაკობს და ეს ქალი არის ნატო გაგნიძე, რომლის ხმაზე ძალიან გიждდებოდი, მაშინ თან ხო იცი აი ყველასთან რო სახში აექმა იყო რაღაცა რა და რო დავინახე, ეს იყო ჩემთვის შოკი, რომ ადამიანი იყო და მეგონა რომ ტელევიზორი მელაპარაკებოდა რა და ანუ აი შოკში ვიყავი. ხდები, ეს იყო ჩემთვის პირველი შოკი რა, მაგრამ მაშინ როგორც სოციალური ქსელები არისო, ის არისო
არ ვიცი, თუ ვცდები შემისწორეთ, მაგრამ მე ვიყავი პირველი, ვინც ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში გამოდო. ვინც გარმახსოვს მე, გარვიცი. პირველი ვიყავი აი ამ სფეროდან, ვინც სოციალურ ქსელში გამოდო ეს ყველაფერი და მერე დაიწყო ძალიან ბევრმა ამის გამოდება რა. ძალიან მიხარია რომ პირველი ვიყავი. და შენ გააცანი, მე ვიცი ვიღებ ვიდეოებს ახლა ცხადია გამოწარილი მყავს, თუმცა პირველი რო იყარი ახლა ეგ ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო და მერე უკვე რომ ერთი და იგი ანუ ერთ ვიდეოში აი ესე იმდინარეობის გახმოვანების დროს რომ დავიწყე გადაღება უკვე და თან ქალს და თან ბავშვს ერთად რომ ვაკეთებდი და ეს რომ დავდე სოციალურ ქსელში ანუ პირველად მაშინ მივხვდი რომ თურმე ნიჭიერი ვყოფილვარ მამიდა მოდი ჩემთან მამა ჩემს რა დაემართა რატომ იყო ასეთი გაბრაზებული ჩემო საყვარელო ხანდახან როცა საქმე ცუდად არის ხოლმე უფროსები ბრაზობენ და ერთმანეთს ეჩხუბებიან ლაპარაკის ნაცვლად ყვირიან ხმამაღალი ლაპარაკის არ უნდა შეგეშინდეს ხა მაგრამ ძალიან მეშინია მამიდა მამა ჩემი ასე ვინ გააბრაზა ალბათ სამსახურში გააბრაზეს ნუ გეშინია მალე მოვახასიათე არ გინდა რამე დავხატოთ არ მინდა ხატვა ჩემო დედასვიცავარ რატომ ვიხდი პირველად მაშინ რამდენი წლის იყავი რამდენი წლის იყავი გთხოვ გაიხსენე დილის ეთერი რომ მიყავდა რადიოში არა დილის ეთერი მიმყავდა კი 4 საათიანი მაგრამ უფრო რთულია ვიდრე გახმოვანება კი მაგრამ იცი რა არის ანუ ეს თითქოს რაღაც კადრის მიღმა რო ხდება ეს ყველაფერი და იმდენად დაფასებული არ იყო და იმდენად თითქოს არ ჩანხარდები და ეს ყველაფერი რო აი ამხელა აი ამდენი ადამიანის რაღაც შექება თუ რაღაც გაოცება მივიღე და ხოთი ყველგან რომ მივიდა რომ ვაიმე შენ ის ხარ და აი მეგონა რომ ეგ იყო ჩვეულებრივი ამბავი. აკეთე ბავშვის ხმა ხოთი ყველა შეეძლო. მე იცი რა მქონდა, აი ზუსტად აჭარნეთში იყო რა, რომ ანუ რო ვახმოვანებდით, ეხა ჩვეულებრივი პროცესი იყო რა, იქ რაღაც კომენტარები იწერება და ჩვეულებრივი სამსახური იყო. ერთი ის რომ მართლა იდეალურად გაიხსენე და ძალიან კარგად გაიხსენე, იქ ოჯახური სიტუაცია რაც ქონდა მართლა ყველას პრობლემები ერთი პრობლემები იყო. ჩემი ჩხუბები, ზარები, რაღაცები ყველა რო ჩერდებოდა იქ და რო გამოდიოდნენ და მოკლედ ძალიან ბევრი ისეთი წაქცევები ყველას. ძალიან კი იმენა წაქცევები და მთელი თერაპიები და მთელი ამბები რა. იქნება და გვექნება მის საშუალება ნეტა აი შევქვნათ ეგეთი რაღაცა რომ ყველა ერთად ვიყოთ და თან აი ეგეთი მნიშვნელოვანი პროექტი ანუ ძალიან დიდი პროექტი იყო აი ეხავია უბრალოდ რა ხდებოდა და იცი სად მივხვდი რომ უკვე ანუ რაღაცა ისეთი ტიპები ვართ რომ აი რაღაცას ვაკეთებ რაღაცა შემიძლია თურმე თუ რაღაცა მაშინაც კი აი მაშინაც კი ეხა ამ გადმოსახედიდან საერთოდ სხვა გახმოვანების ლეველი მქონდა წერილი თუ სიხარული არა არ მინდა მე რეკნამი იყოს მერე ეხა ამ გადმოსახედინაც სხვა ხახმოვანების ლეველი მქონდა და ეხა საერთოდ სხვა არ იმიტომ რომ მართლა ძალიან დავიხვეწე სულ სხვა რაღაცაში გადავდი მაგრამ აი იმას რომ მივხვდი რომ აი რაღაცას ისეც ვაკეთებ რაც ხალხს მოწონს და რაც ხალხს უსწორდება ერთი იყო ის რომ ჩვენი კომენტარები რო დავდეთ რა კომენტარებს რო ვკითხულობ ეგ რო დავდეთ და მილიონამდე ნახვა ქონდა მაშინ თამითუმეტეს კი ამის ამონარიც უეჭველი გავაძრო რევს აძრობ შეშლილი ხან სვეტში მოხოდილი სასტავი ხართ ყველა თქვენზე ვანრებ ძალიან დიდი მადლობა დიდი მადლობა რომ ჩვენზე აკეთებთ ჯიგარი ხარ შენ და მეორე მივხვდი რომ რაღაც სერიალს ვახმოვანებთ ისეთი ანუ გადაობა ის არის რაღაც სერიალს ვახმოვანებთ აღარ მახსოვს ან Lost-ს ვახმოვანებდით დაკარგულებს ან Sons of Anarchy-ს რა ანუ ანარქიის შვილებს და короче რაღაცა ისეთ მოხდა რომ მამჩემი გარდაიცვალა თუ რაღაცა და ვერ მოვედი რა ანუ რაღაც რა თქმა უნდა ლოგიკურად თუ რაღაც და ამ ადმინმა კომენტარებში დაწერდნენ რატო არ არის და დაწერეს რომ მამა გარდაიცვალა იქ ხდებოდა კომენტარებში ვიზიარებდა აბარად აი უამრავი ადამიანის აი აუ აი ის ყველა მე წავიკითხე ეს კომენტარები და ისეთი ის იყო რომ აი მაგ დროს მივხვდი რომ ანუ ხალხს უყვარვა რაღაცას განიცდიდნენ თუ რაღაცა იმდენი კომენტარი წავალი მართლა 100,000-ობით ადამიანზე რომელიც იყო აი ძალიან აბილური მაყურებელი
მაუწყებელი. და ყველაფერი ძალიან დიდ ძალას გაძლევს, არა? აი მე მაგალითად ხა TikTok-ისგან და Instagram-ისგან ჩემ ვიდეოს მაგალითად TikTok-ზე ბევრი ნახვები აქვს, ერთი თითქმის მილიონს აღწევს. და ანუ ჩემ გახმოვანების ვიდეოებსაც და მოკლედ, ანუ ეს კომენტარები მე ისე მავსებს, ისე მაბედნიერებს და აი არ ვიცი, აი მაგაზე კარგი არაფერი, ცუდი თან ძალიან ცოტა, 1-2 შეიძლება რაღაცა იყოს. აღინიშნოს, რომ ჩვენი პოდკასტის კომენტარებში, გინ TikTok-ზე, გინ YouTube-ზე, აი ყველა ისეთი დადებითია, ისეთი გულშემატკივრები არიან, რომ აი ხოდა მგონი აჭარანეთ მაქნა საბოლოოდ ეგ რა, ხო, რომ ძალიან შევაყვარე თავი. პრინციპში არ ვიცი, ხა მე TikTok-ის მომხმარებელი სამწუხაროდ არ ვარ, ახლა ვერ ყვევი voice-over-ებთან ერთად, მაგრამ ანუ აი რასაც ტენდენციას ვუკვირდები, ხო თითქმის ყველა ადამიანს უწარენ ცუდ რაღაცებს, აი ცუდ ყველას ჰეითერი ყველას. შენც რა ამბობ, რომ ცოტაა ცუდი და ჩვენთანაც ძალიან ცოტა, ანუ აჭარანეთმა შეგვქნა. იქიდან მოკლედ ძალიან უყვარვართ ხალხს რა, იმიტომ რომ ჩვენი პირველი ეპიზოდის კომენტარები რაღაც 600-ზე მეტი არის, 500-ზე მეტია და ყველა ისეთია, რომ აი მე რა კაია რომ გამოჩდით და რა კაია და ჩვენს ვეუბნები ჩვენ მაყურებელს, რომ აი მართლა უმნიშვნელოვანესია თქვენი ყველა კომენტარი და ძალიან ახლოს მოდის, არ გეგონოთ რომ არ ვაქცევთ ყურადღებას და ყველაფერს საერთოდ ყოველთვის ჩემ TikTok-ზე ეხა MasterChef-შიც რო გამოდიოდი, ვაიმე ისე ვერთობოდი, იქ ლანძღავდნენ, ისე ლანძღავდნენ, მე რა გავიგე რატო ელაპარაკებთ, ანუ იქ ძალიან ლანძღავდნენ, მაგრამ ძალიან ვერთობოდი, ხვდები, აი არ მართლა აი გულწრფელად ხო იცი დედა ჩემი მეუბნებოდა, რომ აი ნუ აყვები და რაღაც არა, აი მართლა არ ვღიზიანდებოდი, ხვდები, აი პროსტა მე ხო ვიცი რომ ეხა გადაობდი რაღაცები, ანუ ისევ რადგმული რაღაცები სიყავ. ანუ აი ყველა კომენტარს ვკითხულობ ყოველთვის, ადრე მქონდა იმის თავიც და ნერვიც, რომ საერთოდ ყველას პასუხობდი და ანუ თითოეულ კომენტარს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. ნამდვილად, ასე რომ ეს მაყურებლებს ხაზგასმით კიდე შევახსენოთ და უთხრათ რომ მართლა ყველაფერს მნიშვნელოვანია. ხო და ეხა ზისის ასე მოყევი რა. ზისის ასე მახსოვს ჩვენ რომ ვერ ვაჩერებდით, მოდი მე ვიტყვი უცებ, რომ აი ვერ ვაჩერებდით, ზისის ასე იყო სერიალი, რომელიც მე არ მაქვს ნანახი. მე ხო და ის სიცხვია. თან ძალიან დიდი სერიალია, ხო? რამდენიმე სეზონია. ძალიან დიდი სერიალი, რამდენიმე არის, რაღაც 10 სეზონი აქვს თუ 9 სეზონია რა. არ მახსოვს ახლა. რაღაც ეგრეა და ნესტანა გამორბოდა უცებ თან გვერდი იყო ეს სტუდიები რა, ყველას გამორბოდა ტირილით, ბღავილით. ყველა უცებ ვაწყნარებით. რა ხდება ლოვეს დაშორდნენ. არა ის დაშორდნენ. ბავშვი გაუჩნდათ. იმენატირო და რა ხდებოდა ესეთი მაგ სერიალში რომ მოყვე. და არა. ცოტა აქაც ატირდი არ არის პრობლემა. მართლა ვაფშე, ანუ ეხა ცეტირება. მართლა მეტირება ყველა. ანუ მართლა ეტირება. დედას გიშდები მაგ სერიალზე. აი დღესაც რა რამდენი რამე გამიხმოვანებია, თქვენ ხო წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ და დღესაც გამოვარჩა, მაგრამ ოღონდ ხო იცი საერთოდ არ მახსოვს არც სახელი არაფრის რაც გახმოვანებული მაგ არც ფილმი დედასუფიცა ვარ ვაფშე აი იმდენი რამე არ მახსოვს რომ ვაფშე ეს ჩემი ხმა რო გამიგია ეს ვაფშე ნანახი მე ფილმი აი საერთოდ არ მახსოვს და რომ წერო შენი გახმოვანებული რა არის მითხარ მართლა გეუბნებ თიზე ჩამოსასვლელად მახსოვს ვიკინგები this is აზი ამ სიტყვას ვერაზრს ვერ ვამბობ და იმედი ახლა ვიტყვი west world-ი და კიდე რა მაგ ბევრი გაქნეს და მილიონ სერიოზული სერიალები გაქვს ჰორორი მარტო ძალიან ბევრი ძალიან გაპარვების გახსოვს კაკრა შენთან ერთად ვარ მე და შენ ვახმოვანებ ყავას რო გაიპარა ჩემი ხო ბილწ სიტყვა მეც მაგ ეგეთი მაგდებდნენ მაგის გამო და მე რა შუაში ვარ იმას ხმის რეჟისორს გაიპარა ხო და მოკლედ this is ასე არის დღემდე ჩემთვის ყველაზე საყვარელი სერიალი მართლა მეტირება ეხლა და ანუ კაი არ მოყვე თუ გინ ანუ როგორც ვიცი იყო ხო ძალიან მელოდრამა ხო ძალიან ოჯახური სიტუაციები ძალიან ოჯახური სერიალი არის ვისაც არ გაქვთ ნანახი სადა კამერა იქნა ვიყურო ესე იგი ვისაც არ გაქვთ ნანახი დღემდე აუცილებლად მოუყუროთ იმიტომ რომ ეს არის ანუ აი ისეთი ცხოვრებისეული სერიალი ჟიზნენი ისეთი აი არ ვიცი თავისი მენტალური პრობლემები და თავისი სიყვარულები და თავისი უდიდესი გულისტკენებით და მერე აი რაღაც საოცარი ამბებით რომ აი
მართლა ეგეთ სერიალი ნანახი არ მაქვს. მაგ სერიალში ეს მანდაც გაპარული მაქვს ეს გოგო ორსული რო დგება, მაი მე ზუსტად ესე ვდგებოდი მე. ეგრე არის გაპარული. ვებსაჩენს ხა ისიც. ხო და მოკლედ ამ სერიალს რო ვახმოვანებდი, ერთადერთი სერიალი იყო, როგორც ყველა ამბობდა ყოველთვის, რომ ბიჭები ამბობდნენ გახმოვანებული აჭარა.net.com-ის მიერ, ფილმს ახმოვანებდნენ მსახიობები ნესტარ ხახვედიანი და შენ ამბობდი ამაზე. ანუ მეთქი მე უნდა თქვა. აქ და ოღონდ ვინ მეკაჩებოდა ისეთი ნამტირალები ვიყავ ახმოვანებულია სამოვლო. თან ყველაზე მაგარი იყო რომ საერთოდ ყველა რო ჩართულები ვიყავით ამ სერიალის პროცესებში. იმიტომ რომ ნესტანი გვყავდა გადასარჩენი. ანუ ეს სერიალი ვალოკორდინი ნესტან ვალიუმი. ეს სერიალი ერთად გადავიტანეთ თელმა აჭარა.net-მა, იმიტომ რომ ისე განიცდიდა ამ ყველაფერს რომ იდეტირება მართლა საოცარი სერიალია და მახსოვს ერთხელ ფოტოც მაგ გადაღებული ჩემ მაგიდაზე, ანუ ხელსახოცები, როგორ მეყარა იმდენი ვიტირა. ნუ ვერ ვამბობდი ამ გახმოვანებული აჭარა.net.com-ის მიერ, იმიტომ ნამტირალები ვიყავ, გაგუდული, თვალი აღარ ხედავდი, ცხვირში ვერ ვსუნთქა და აი ესეთ მდგომარეობაში ვახმოვან. მაგრამ ანუ აი არ ვიცი. ეხა კიდე უნდა უყურო. აუცილებლად უნდა უყუროთ. ხო, ძალიან მძიმე სერიალი. არის ესეთი რაღაც მომენტი, რომ საოცარი ოჯახი არის. როგორ არის იცი სულ? ეხლა წარსულში და ვაფშე ვერ ხვდები რა და ეს მთავარი პერსონაჟი ქალი, რომელსაც ოჯახი აქვს შექმნილი ერთ კაცთან ერთად, რომელიც არის მამაკაცის ეტალონი ალბათ ჩემთვის და ალბათ ყველასთვის, იმიტომ რომ ალბათ კაცი ეგეთი უნდა იყოს. ყველანაირი პრობლემაა ხვდები იქ წამოჭრილი რა და უცებ აი ამ წარსულიდან უცებ ამ ქალს ვხედავთ მის მეგობართან უკვე ცოლია მისი მეგობრის ეხლა და ეს არის ანუ ისეთი შოკის თემა იქნება და ვერაფრით ვერ ხვდები რომ აი აქედან იქ როგორ მივიდა ეს ყველაფერი რა და სანამ გაირკვევა და გაიხსნება რა ხდება მაჟრიალებს ეხაც კაი აღარ გინდა გიხვეწა ნერვიულობ ისე გიშტები მაგსერე მე მქონდა ზუსტად ეგეთი ტირილები მე ჩემი და ლაშას ერთობლივი პირველი ესეთი დიდი სერიალი იყო სოა სანსოფანარქი ხო და რომ მორჩა აი მე მქონდა ნუ მართლა ესე არ ვიყავი ანუ შენ ძალიან მოცურად იყავი მაგრამ მეც ძალიან ტიროდი ოღონდ როგორ ტიროდი იცი რომ აი 1-5 დღე ვფიქრობდი რომ მეთქი ახლა რა მეშველება ანუ როგორ უნდა ვიწყო ამ ჯექსის გარშემო იმიტომ რომ ამ ჩარლი ხანემი ჯექსის როლს ვინც თამაშობს ანუ მეგონა რომ ჩემი პირადი სიყვარული იყო ხვდები ვაფშე ვერ ხვდებოდი იმ პერსონაჟებთან რა ჩემი იყო და არა მეც ძალიან შევდივარ და და ხო აქვს რა კინოს და მით უმეტეს როცა თანამონაწილე ხარ და მსახიობი ხარ ანუ იმ მომენტში ახმოვანებ ხო ეხა მით უმეტეს ჩვენ რაღაც დაწყებები ვიყავით და კიდე სხვანაირად შევდიოდით ალბათ პირველ ეტაპზე ძალიან და იცი რა არის ანუ ძალიან მე ეხა დღესაც ანუ რა აი აღარ ვუყურებ ხო არიან აი ყველა ჩვენი თაობა ზის იქ Netflix-ზე იქ რა ხო აი ყველა მე არაფერს არ ვუყურებ და არც არასდროს არაფერს არ მიყურებია რა და რომ მეუბნები რომ ეს არიცი და აი ეს არიც და არა შეიძლება გახმოვანებული აქ და არა შეიძლება გახმოვანებული და მაგრამ იცი რა არის ანუ 7 წელი დილის 11-დან საღამოს 7 საათამდე ვახმოვანებდი ან სერიალს ან ფილმს ან დოკუმენტურ არ ვიცი ყველაფერს ახლა სახლში მივიდე და კიდე ჩაუვიდე აღარ მინდა დაიკო ანუ ხო ხდე აღარ მინდა რა ხო არა ეგ ეგრეა გახმოვანების სახეობების გახმოვანების პროცესშიც მეც ვერ ვუყურებდი ეხლა რო აღარ ვახმოვანებ ფერს უკვე უყურებ აი ვერა რა არ და ისე ვებამევი ამ ყველაფერში რომ არც ერთხელ მახსოვს ხო და ეხლა ეს კორეული ფილმები ხო ყველამ ვიცით რომ ძალიან კაია ძალიან მაღალი დონის არის ეს მაგრამ მე ვიცი თქვენთან სერიალი რომ მოვიდა ეგ არის დორამები ქვია მაგას კორეული დორამები მე არ ვიცი ეს ისეთი დორამა თუ საპნის ოპერა თუ რაც ანუ ხალხო გასაფიცა ვარ გამოვედი ერთხელ და გიჟი ვარ და დანიმებს ვერ იტანდი ხოლმე კიდე ესე იგი ვალიდოლი დავლიე ვალიდოლი დაბლიე ისე შევირყიე ამ
კორეული დორა დუთი თუ რაც დორამა ისე დედას ვფიცა ვარ გულით სუდად გამიხთა იმიტომ რომ ესე იგი გოგო ბიჭ შეეხებოდა თუ რა ბიჭ მისდიოდა გული აი მე ხმერთო ეს ისე გამოდიდა თეა მე უთხარი მე ამ სერიალს ვეღარ გამახმოვან არ შემიძლია ისე იდიოტობა ხდება და მე ვის მიცეს ნეტა ვინ გაიწერა არა მე მაინც ამათმა გაახმოვანეს იმიტომ რომ მასოს მიდიოდა ხომ იც რა ცუდად ეს და ალექსას ჰქონდა დრამა სერიოზული და თუ ვალიდოლი არ დამელია ისე მდგომარეობაში ისეთი აბსურდი ხდებოდა რომ შენ რო ქონა სერიალი რომ მოკვდა და მე ვითომ მკვდარი სიზმარს ეგ ინდური სერიალი იყო ეგ რაღაცა 700 მე რაღაც სერიაში თავიდან და მე და ალექსა რა იმას ვიკინგებს რო ახმოვანებთ ალექსა ისე შევიდა როლში რომ გადაიპარცა და ხო წვერის დაიწყო მე მეთქი ალექს რაგნარას და ალექსას ფოტო ერთადაც იდო ეს ალექსას ეგეთი სახე ხო და ანუ ეგეც აი არ ვიცი საოცარი სერიალი იყო ეს ჩემში რაღაც იყო კიდე ძალიან კაი სერიალი ეგ იყო სიგიჟე სერიალი ხო მგონია რომ იქ ხო არა ვართ ხო რობოტი ხო არ თამაშებენ ჩვენ და ვარ სადმე შესამოწმე ტექნიკური სამსახური რომ მოდის და გამოწმებს ხო ისა ეგ საოცარი სერიალი არის და თან თვითონ ის მთავარი ტიპი რო აღმოჩნდება მე თვითონ რობოტი ეგ ცალკე ნუ ალბათ ისეთი შოკი მქონდა მაგასაც აუცილებლად ნაუყუროთ აი ძალიან ძველი სერიალი ახლა რაღაც ხო სპოილერისავით გამოგვივიდა იმიტომ რომ მთავარი ამბავი ახლა ვუთხარით ახლა ხო მაგრამ ნუ ბევრი არის იქ მთავარი ტიპი და ამიტომ ძველი პრინციპში რასაც ვისაუბრეთ ძველია ყველა მაგრამ ყველა იმდანაც მნიშვნელოვანია რომ მართლა არა ნუ ვიკინგები არის აი რაღაც ეგეც ჩემთვის იყო ზოგჯერ ლაგერთა მეგონა და აი ლაგერთა და მართლა გეუბნები რაგნაი რომ მოკვდა ბოდიში რა ვისაც არა რაგნაი რომ მოკვდა ალბათ უკვე ყველა მიცის არა ნუ აღარ მინდოდა აი ვაფშე არაფერი აღარ მინდოდა იმანდაც აი ეგრე ვიყავი ჩართული თან მე კვირაში ერთხელ გამოდიოდა როგორ ველოდებოდი იცი რომ აი არ ვიცი გონებას კარგავდი და ისე ველოდებოდი მე იგივე განცდა მქონდა ნუ პრინციპში მიმდინარე TV შოუები რაც არის ხევლის წიგზე რომელიც სხვათა შორის ეხლა დასრულდა და ერთი ეპიზოდი აღშობოდან გავაკეთოთ ამაზეც ძალიან სამუდამოდ დასრულდა და ეს არის ის სერიალი, რომელიც მე დალაშამ დავიწყეთ 2014 წელს და ახლა დასრულდა და წარმოგიდგენთ ჩემთვის გუშინ წინ ვიყურე ბოლო ეპიზოდს რა და იქ შეგრძნება მქონდა მიუხედავად იმისა რომ მე აღარ ვარ ხმა ამ ქალის დალაშა ხმა კაცის რაც ჩემ აღქმაში მაინც მაგის ის რა იყო თქვენ რო ახმოვანებდით სულ რაღაცები რო ხდებოდა და რო ადგენდნენ criminal minds აუ ეგ ტანჯვაი ანუ ლაშა ლაშა იყო ძირითადად სულ მეც ხო რამდენჯერმე შენ რო არიყავი ვიჯექი ხოლმე რა და სულ ლაშა ლაპარაკობდა და ანუ მაგ ლაშას ხმაზე ანუ რანაირად კითხულობდა ესე ჩქარა? ხო, ეგ მანდ ძალიან ჩქარა ლაპარაკობდნენ. ეგ იყო მაგარი მიყრით სერიალი და სუიცი ერქვა აღარ მახსოვს. სუიცი როგორ მეიზღება და ახლანდელი ძალიან ჩქარა ლაპარაკობდნენ და მანდ ცოლია ეს მეგან მარკლი, ანუ აი ეგ სერიალი მეზიზღებოდა ერთხელ დამესიზმრა რომ ახმოვანებდი და მახსოვს რომ დილას მოვედი და მეთქი ანუ თეა უკვე ისეცოთ ვარ მეთქი რომ ანუ მესიზმრება თქო და რამე ეგ იყო აი ალბათ აი ჩემი როგორი ტანჯვა იცი რა ესე საყურებლად მე არ მქონია ეგეთი სერიალი საყურებლად ნორმა სერიალები იყო ერთის და მეორეც იმიტომ რომ პირველ ვარიანტში იყო გამოძიებაზე ძირითადად და მეორე ვარიანტში იყო ეს საადვოკატო кейსები იყო იქ მაგრამ რაღაცები და ორივე საყურებლად იყო კარგი სერიალი მაგრამ აი რო ჯდებოდი ტექსტი მოგდიოდა აი რახ აი მან იმენა ყველანაირი პირის აპარატი მქონდა ჩართული რომ რაღაცნაირად არა მე მახსოვს რომ აი რაღაცა საოცარი სისწრაფე იყო და შენ ხმაზე ხო იცი რომ გიჟდები სულ მაგას ვიძახდი რომ კაცის ხმა ლაშასი არის ჩემი საყვარელი და სხვათა შორის მე პატასიც ძალიან შემიყვარდა ძალიან მაგრამ შენ სანამ გნახავდი მეგონა რომ აი ხო ყველასე დიდი კაცი რაღაცა და იცი ლაშა ანუ აი გიჟდებოდი. ყველას ეგ რეაქცია ჰქონდა ჩემ ხმასთან და ხო შევით იმიტომ რომ ვიღაცა ანუ ვიღაცებს იქ რა ახმოვნების ხმა სულ სხვანაირი და სულ მაგას მეუბნებიან რომ რაღაც წარმომედგინე რაღაცა ესე დიდი რაღაცა და უსე ხდება და გამხდარი ბავშვი ვიღაცა ბიჭი ვაფშე რა ვაფშე ის რო არა კავშირი რო არა ხმასთან რა მაგრამ ეს არის რა ქვია მეც რა რომ ანუ ეხლა როგორც ვლაპარაკობ
ვერასოდეს ვერ მცნობენ რომ მე ვარ, იმიტომ რომ ეხლა ესე ვლაპარაკობ რა. გითხარი რა მაშინ. ხო და მე საოცარი ხმი. და როგორ მიყვარს ჩემი ხმა, იცი რა მიკროფონის ხმა როგორ მიყვარს, იცი რომ ყურებში რომ გიჟდები ესე უსმენ ხოლმე, მაგრამ ჩვეულებრივი ხმა ეგრე არ მომწონს. მე ყველანაირად ჩემს როგორი ნარცისები იცი რა ხარ. მაინტერესებს? მე რო გთხოვე შენ რომ შენი გახმოვანებული თოჯინა მოგეყვანა და გავიწყდა. დამავიწყდა და გამიკეთე ხა ძალიან დიდი ბოდიში რომ დამავიწყდა, იმიტომ რომ მართლა მზიდან ავდექი და რეტი მქონდა დასხმული. რეტი რო ქონდა დასხმული. შენი ფრაზები ეხა ნესტანა მოფრინდა, არა თოჯინა მოფრინდა. ეხა ეს ხო. ბუზი ყავს? კი, რაღაცა დაფრინდავს და ვერ გავაგდეთ. თავარი მე არ დამაჯდეს. არ დაგაჯდება არც თვითონ. თორე დექსა გვაქვს ეგრევე გავაგდეთ. გაგვიკეთე რა, ფუფი. მოკლედ ხო და ეს თოჯინები ანუ ძალიან უცებ-უცებ მოხდა რა ჩემ მეგობრის ძმა მთხოვა რომ ჩინეთიდან ჩამოვაგდ რაღაც თოჯინები რაღაცებს აპროგრამებდა ძალიან მინდაო რომ ქართულად ილაპარაკოს ხო და აი უცებ-უცებ ხო ხდები ხო და ეს ჩემთვის ძალიან რაღაცნაირი იყო ხდები და ჩემ შვილებს რა დაემართათ იცი აი მართლა შოკი ჭირდათ რომ თოჯინა პატარები რო ყოფილიყვნენ ვაფშე რა თოჯინა საერთოდ რა მოვიდო და რომელიც ჩემ ხმაზე ლაპარაკობს რა და აუ ჩემთვისაც რაღაცნაირი იყო რა ეს ყველაფერი აი ხო იცი აი რაღაცნაირი სხვანაირი დატვირთვა ქონდა რომ აი ბავშვებს უნდა და ბავშვებისთვის შენ იქნები ის ხმა ვინც მოისმენს და რამდენი ბავშვი გითხარი რამე შენი საოცარი ხმით თოჯინის რა გითხარ ბავშვით გითხარიო მამიკო ძალიან მინდა შენთან ყოფნა ქვია თოჯინა ძალიან მომენატრე ძალიან მინდა რომ ჩაგეხუტო რა მაგარი ამას რო ისმენ ახლა ესეთი ხმით რო გელაპარაკო როგორ არ უნდა შეგიყვარდეს ის თოჯინა მე მითხარი რა ერქვა თოჯინას რა ბევრი სახელი ბევრი სახელებით არის ხო სხვადასხვა სახელი გამარჯობა ხო ანუ ეგრე იწყებოდა რაღაც ანუ უფრო დედიკო დამაძინე კაი დედიკო ჩამეხუტე რა აი ეგრე უნდა შეგიყვარდეს ამ ხმით ახლა ის თოჯინა აი მართლა ახლა რამდენი აქამდე მსახიობი ყოფილა ჩვენთან გვანცასაც აქ რა თოჯინა გვანცას ხო და ბევრია რა მაგრამ რა მაინტერესებს ანუ რა მინდა იცი ვთქვა რომ ნესტანს რატომღაც აი გახმოვანების დროსაც ახაც ყველაზე საყვარლად გამოსდიოდა ბავშვია რა იმიტომ რომ ძალიან ემოციურია თვითონაც როგორც ახლა აღწერა და ძალიან ორგანულად მოაქვს ის ყველაფერი რასაც აკეთებს რა ამიტომ ძალიან საინტერესოა არა მარტო ბავშვს რა მე დუბლირებაშიც ძალიან ბევრი გაგიხმოვანებია გიორგის შენა რო რჩიე ბუბაშვილს სექსუალური ხმა მჭირდებაო თუ რაღაცაო და ნესტანა მეგრევე ლაშასო ლაშას ნომერია გააჟარი სექსუალური ხმართე ხო და ანუ მეც მეუბნები ნესტანა ნუ ცოტა რომანტიკა გავში იმიტომ რომ მეორე ქალის ანუ მაქვს რა ხო არის რომ ცოტა მოხუცი ქალის გაკეთება ეგეც ჩვეულებრივი გოგოს გაკეთება მაგრამ შენ მაინც ხავერდოვანი და ესეთი ხმა გაქვს ხო ცოტა მოხუცი ცოტა დააბოხებ და არ მინდა რაღაცა ეს ლაპარაკობ რა და აი ჩემი საყვარელი ხმარი გამარჯობა ეს ხარი რამე კიდე გამარჯობა გამარჯობა მე მქვია ნესტან ხახუბია ძალიან მიხარები გაგვიკეთე მაგრამ რომელი ვოის თქვენ უყურებთ ვოისოვერებს თქვენ უყურებთ ვოისოვერებს ამოჭრით და ტიხრად დავადებთ აუცილებლად გამოვიყენეთ ხო და სხვათა შორის ამ ჩემი ხმით რაღაც ისინი მაგ რა ქვია აზრები იმიტომ რომ ძალიან ბევრი მწერდა TikTok-ზეც და იმაზეც რომ შენი ხმა ძალიან გვამშვიდებსო ACM არის ეგ არის რაღაც უნდა გააკეთო ჩურჩულით და რაღაცები ხო და არა ჩურჩულით არა მე თვითონ რა ცოტა მენტალური პრობლემები ალბათ ბევრს ვერა ვარ ყველა ცოტა ჩვენ აჭარანეთში ვინც ვიყავთ ნახევარზომები ვერა ვარ და რა ახლა მთლად აჭარანეთს ვერ დავაბრალებ მაგრამ თან არც მინდა რომ ეს ცოტა ტაბუდადებული თემა იქნება რომ ძალიან მიხარია რომ ამაზე ღიად საუბრობენ მეც ძალიან მიხარია ხო ძალიან მიხარია რომ ამაზე ღიად საუბრობენ იმიტომ რომ მეც როცა ცუდად ვარ ხოლმე და რაღაც ვიგებ რომ სხვა ცუდად არის თითქოს ეს ყველაფერი კი არ მიხარია რომ სხვა ცუდად უბრალოდ მაგრამ რაღაც მარტო არ ხარ თანამებრძოლი ყავს თანამებრძოლობის შეგრძნება რაღაცა მეც ესე ამიტომ სადაც მეძლევა ხოლმე საშუალება ყოველს ვიძახი რა ამას რა ხო და ერთხელ არ ვიცი თქვენ რამდენად იყენებთ ამას მაგრამ მე YouTube-ზე შევდივარ ხოლმე ძალიან ხშირად
და იქ არის guided meditation რა. რამდენიმე წუთიანი, 10 წუთიანი, 9 საათიანი, 40 წუთიანი ისე. არ არის მუსიკები, guided არის რა. ანუ აი სიტყვებით მიყავ ხარ და გელაპარაკება და ძალიან გამშვიდობს რა. და არის ძალიან კარგი და ძალიან სასიამოვნო და ძალიან ბევრჯერ ჩემთვის ძალიან შეუმსუბუქებია ეს ეპიზოდები ხო და სულ ფიქრობ ხოლმე რომ იმიტომ რომ თან შენ ძალიან ბევრი მაყურებელი ხარ ხო თან არც მინდა ეხა რომ ამბობ თუ გინდა ამოჭერით იმიტომ რომ ვინმე არ მომპაროს იდეა ხო იდეა აუ ჩაიწერება რომ პირველმა შენ თქვი ნახე ვინც არ უნდა მოგპაროს შენს უნიკალურ ხმას და იმას რაც შენი მთავარი ნიშა ხო ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს ასე რომ მოიპარეს და იყავ ამასთან ერთად მეგობრებო ანუ აღმომჩნდა კულინარიული ნიჭიც ხო შენი აი მე მახსოვს ხონდა ისე და ცოტა შესანამ გახვიდოდი იმაში მასტერშეფში მაშინ ხო თქვი ანუ ბრაუში იყო მოსული და იქ თქვა რომ მოკლედ უნდა გავიდეოდა მეთქი ნესტა რანაირად მეთქი კვერცხვა მეთქი არა სულ ქონდა ამას ბავშვობას აი ძალიან პატარები ვიყავი თქო ხა მე ნესტანი არ მახსოვს რომ სამზარეულოში თავს იკლავდა რა ძალიან პატარები რო ვიყავით მე ნესტანი და თავის ლამაზად თვითონ არ ახსოვს ესთეტიური ხარ და მაგიტო ეგ ესთეტიკის ამბავია ხო კულინარიის ნიჭი ცალკე ამბავია ბავშვი არ ვიცი მაგრამ ჩვენ რო პატარები ვიყავით ჩვენ ძალიან პატარები ვიცნობთ ერთმანეთს არ ვიტყუები ძალიან ბევრჯერ აი ტაშკენტზე ძველ სახში პირველ სართულზე რო გშიო და გაგიკეთებია რაღაცა. ნუ რაღაცა ახლა პურს-პურზე დავადი პროსტა გემრიელად გამომდის ხვები და ხო, მაგრამ აი თან ხო რა აი არ მოგქონდა ჩემთვისაც ის რომ აი ეს სამზარეულოში დგას და ეხლა სადილებს აკეთებს. მიხდი და არასოდეს არ მიკეთებ. შენი იმიდან ანუ მაგიტო გამიკვირდა რა მასტერშეფის ამბავზე. რა როჟა ვარ იცი? მაგრამ აი მაგიტო ვაფასებ. მე ვიცი რაც უნდა თქვა ცოტა გაგასწრებ რა, მაგრამ მე რეც გქონია მე და შელაპარაკი მაგიტო ვაფასებ შენს ამბავს რომ აი ძალიან ბევრი იშრომე მაგისტვის რომ აქედან აქამდე მიხვედი რომ გუში შენ სტორის რო ვნახულობდი რაღაც ახალ იმას აუ ხო და დღეს ვერ მოვასწარი რა ცომი რაღაცები ყველაფერი გამომზადე და შუ და ეკლერები უნდა გამომეცხო მაგრამ ზე ვერ დავთმე მეთქი შევაცხობ მეთქი მაგრამ ვერ შევაცხერა და აი შემდეგზე თუ ეგ გზა ძალიან საინტერესოა რა აი როგორ ანუ პირიქით ოფერი დავდო რა ნესტანს აქ ძალიან ლამაზი სახლი ძალიან ლამაზი ხედით და ერთ დღეს როცა თვითონ ხასიათზე იქნება გაგვიმზადოს რამე გემრიელობა და თან მის სახლში ჩავწეროთ ეპიზოდია შენი საოცარი ხედებით და საოცარი სახლი სიამოვნებით გიმასპინძლებ მე მაინტერესებს ეხა შენი აი ეს გზა რა მართლა იმიტომ რომ მასტერშეფის გამოცდილება ძალიან კაი გამოცდილება იყო იმიტომ რომ არა მარტო იქ საჭმელის კეთება ცალკე ერთია მეორეა ამ ყველაფერთან ადაპტირება კამერები ეს ინტერვიუები რაღაც ესე იგი მანდ იმიტომ წავედი რომ კამერები იყო ნესტანს უყარს კამერები. გიშდები, ანუ ნესტანს ეს პრობლემა არ ექნებოდა საერთოდ. კამერა არის, აი როგორ ჩემიცი, აი ჩცდ-შიც რო და მონაწილეობა მივიღე, პირველი იყო ჩემ ცხოვრებაში, როცა ეკრანზე ვჩანდი რა, ესე. და ანუ პირველივე დღეს როგორც კი გადაღება დაიწყო, ანუ მეგონა რომ მე ხო ამას წლებია. ცხოვრება. აი როგორი ჩემია, იცი და როგორ არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის და პირიქით იმდენად დიდ мотиваციას მაძლევს და იმდენად მისწორდება ძალიან რომ აი მეგონა რომ ხო რა ანუ აი ამას ვაკეთებდი რა სულ იცი რატო იმიტომ რომ რადიოში იყავი დიდხანს და მიუხედავდი იმისა რომ იქ ხმა ფილმებიც იქ შესაძლოა ანუ ნახე მიუხედავდი იმისა რომ ხმა არის რა მაინც დიდ აუდიტორიაზე გათვლილი ტიპი ხარ და უკვე შენთვის დიდი სხვაობა ვთქვათ ხმა ისმის შენი თუ ბრო ხედავენ ნაკლებად არის რა მაგრამ არა ბევრს აქ კომპლექსი რომ ვერ ჩანს კამერის კომპლექსი აქ არა ხო ეს იდეაში შენი მთავარი სიყვარული არის ალბათ კამერებთან რაც ზოგადად ადამიანს პირიქით ეს შიში კი არ აპატარავებს ეს ადრენალინი უფრო სწორად უფრო აძლიერებს და უფრო მუღამში აგდებს და მოკლედ აი ხო ძალიან სიამოვნებს მართლა და ვიფიქრე რომ რაღაც ძალიან რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაში აი ეგ პერიოდი როცა მასტერშეფში გავედი რა რაღაც ძალიან ისეთი რომელიც სულ სახლში ვიყავი და ავიღე ასე ვთქვათ დასვენება ინსტაგრამისგანაც ტიკტოკისგანაც საერთოდ არანაირ პლატფორმაზე არ ვჩანდი ჩემთვის ვიყავი და ეს იყო ისეთი შემოთავაზება ჩემთვის რა
გაგაცოცხლა. ძალიან გამაბედნიერა ამ ყველაფერმა. კი ვფიქრობდი რომ ისე მთელი ცხოვრება ნებათაღელვაში ვარ მეთქი რა მინდოდა აქ რომ მოდიოდი იმიტომ რომ კიდე დამატება ანუ მართლა შოქში ვიყავ იმიტომ რომ დროს სულ არ მქონდა კაი გამაგდონ მეთქი რა ვქნა რა ეხა მე ის ხო არა ვარ კულინარი რომ მეთქი კაი ეხა ეს რო გახმოვანებას ეხებოდეს და მაგდებდნენ იქ ცოტა ეგოზე შემეხებოდა მაგრამ ეხლა აზი არა ვარ გაიგე და ანუ გამაგდონ რა მეთქი ხო ხტები რა და ანუ მართლა გეუბნები ქუსლები მткиოდა სამზარეულოში დგომისგან და აი ესე მეცადინეობისგან რაღაცეებისგან, იმიტომ რომ არ ვიცოდი რა შემხდებოდა, როგორ იქნებოდა, რანაირად და მართლა იმდენი ვიშრომე, რომ ბოლოს აი უკვე ნახევარფინალამ ჯერ ვაფშე არ მჯერე, ეხაც არ მჯერე ნახევარფინალში ვიყავი. საერთოდ ვერ ვიჯერებ მაგას, იმიტომ რომ როგორ მივედი. ყოველ ჯერზე მეგონა რომ ეს იყო ბოლო. იმიტომ რომ მე რა უნდა გამეკეთებინა და სამი შეფი რო ჩემს საჭმელს სინჯავდა და მოწონდა, ანუ აი რა შოკი მქონდა, იცი, აი არ წარმოგიდგენიათ რა და მოკლედ მე ძალიან ვერთობოდი, იმიტომ რომ რაღაც კარგი თვითონ პერსონალი საოცარი იყო, სტაფი, თვითონ მონაწილეებიც და აი ისეთი კარგი იყო, რომ ალბათ 2024 წელი იყო, ხო? 2024 წელი ჩემი ჰაილაითი ეგ არის. ჩემი აზრით ყველაფერი იმიტომ მოგიხდა და იმიტომ ყველაფერი იმიტომ შეძელით, გინდაც გახმოვანებინა დაწყებული, კულინარი დაწყებული და შენი ცხოვრებიდან გამომდინარე არ მინდა ეხლა ძალიან სიღრმისეულად ჩავიდეთ, რადგან მაინც გადაცემაში ვარ. ცოტა პროფილი გამოვიდა დღეს, მაგრამ არა, იმიტომ რომ ხარ ძალიან და იმიტომ ხალხო გვაპატია. თავარი ამბავი, ანუ შენ ხარ ძალიან კეთილი ადამიანი პირველ რიგში, ძალიან გულწრფელი და შრომის მოყვარე. აი ეს სამი რაღაცა იმდენად იდეალურად არის სინთეზირებული შენში. არა მართლა, ანუ ხო, ნუ თქვენი ტირეთ მე ვილაპარაკე. მართლა იმდენად კარგად არის შენში სინთეზირებული, რომ ეს ყველაფერი გაძლევს იმის საშუალებას, რომ არასდროს არ გაჩერდე, მართლა სულ იმოძრავო, მართლა სულ განავითარო შენი ამბები და მაგიტო ძალიან დიდი მადლობა, რომ აი გიცნობ, მეგობარი ხარ, მართლა სულ მიამაყები და აი ძალიან მიხარე, რომ რაღაც ამ კუთხითაც შევეხეთ, შენ ამბავს ამ კუთხითაც შევეხეთ, რომ მაყურებელსაც გავაგებინოთ, რომ რაღაცა ესეთი მხიარული, ძალიან ლამაზი ესეთი გოგონას უკან დგას ძალიან ბევრი ნიშნულოვანი ხაზი, რომელიც შენ ცხოვრებაში განვლე. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. და კარგი მეგობარი რა, იმის გარდა რომ ჩვენ გვაერთიანებს ასე ვთქვათ საქმე ჩვენ სამს, ნუ მე დანესტანს ბევრი რაღაც გვაერთიანებს ამ ცხოვრებაში და ეხლა ალბათ იმიტომ გვეტირება. ერთმანეთის დანახვაზე ისედაც გვეტირება, მაგრამ ანუ ნესტანი აი მართლა მინდა ვთქვა რომ არის აი ძალიან რაღაცერი მეგობარი ხვდები? საქმეშიც ეგეთია რა, აი სულ შეგიძლია რომ აი მე მახსოვს რომ აი რაღაცა რომ ვერ გავაკეთე. ხელსაყრელს ხოვე და არ მინდა. რაღაც რომ ვერ გამეკეთე, აი რო ვიცი რომ რაღაცას ვერ ვაკეთებ, ან აი ძალიან პრობლემა მაქვს, საქმე იქნება ცხოვრება, ანუ ვიცი რომ ანუ ნესტანსოს და ეგრევე ამბავია, გაიგე და ძალიან ბევრი ადამიანი. მაგიტო არის, ეხლა რომ მეტირებ. აუ რა პროფილი მომიწყეთ. კაროჩე სანდრიკ, შემდეგ ეპიზოდში შენ ხარ. გამაგდებს ეხლა ისევ წინაზე ხო გამაგდო. ქალების იმათმა რა ქვია. გოგოების ჰორმონებმა, ქალების ჰორმონებმა იმენა გოგოების მაჩალკა. აი აღარ გვინდა ტირილი რა. აღარ გვინდა. იცი რა არის? Strong independent woman. We just need love. და სიყვარული ტრიალებ. ხო. ერთი წუთი. ხო და გარკვეში ეხა, კაი იყო. აი მე ჩუმად ვარ. ან თან ეპიზოდიც უნდა დავამთავროთ, იმიტომ რომ ძალიან გაგვიგრძელდა მე. ძალიან დიდი მადლობა რომ ხვედი რა. გონია რომ სხვანაირად ემოციური, ცოტა პროფილი გამოგვივიდა და ესეთი არ გქონია, მაგრამ გონია რომ კაია. ძალიან ემოციების გამოხატვა არასოდეს არ არის ცუდი პირიქით. ძალიან მიყვარს, ზოგჯერ ძალიან მეზიზღება ესეთი ემოციური რომ ზოგჯერ ძალიან ხო, ეხა მომეწონა მე. რაც შენ ხარ ის იყო ყველგან. აი, უბრალოდ ვიღლები ხოლმე, ხვდები, თორე. ეხა სად ვარ ჩვენ ეგ თქვენ? ეხა ჩვენ ვართ ზილიკოში, საოცარ გარემოში, რომელიც არის ბარნოვის 62 ნომერში. 64 ნომერში ბოდიში. უგემრიელეს ცივყავას, რომელსაც სვამს ნესტან ხახუბია. და ეხა ნესტანს უნდა ვათქმევინოთ ზილიკო. ბარნოვის 64. ზილიკო. ბარნოვის 64. კი. ამიტომ უნდა მოვბრძანდეთ და აგემოვნოთ არაჩვეულებრივი კერძები, სასმელები, ბარის სივრცეც არის, არესტორნის სივრცეც არის, ყველაფერი არის. ყველაფერს მოკლედ ყველა სიტუაციას მოერგება. კლუბურ სივრცეში ვარ, სადაც საინტერესო ივენთები. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა. ამ სივრცეს მადლობა.
ძალიან მიყვარხარ. შენ ყველა ცრემლს, რომელიც ჩვენს ეპიზოდში დაიღვარა, რომელიც უძვირ ფასესია. მარგალიტა დაიღვარა. ჩვენთან გელოდებით პოდკასტის ერთი პოდკასტი. აჭანეთის სასტავიც უნდა შევკრიბოთ და ეგრეთან. აი საერთო რაღაცა დიდი. ტირილი გამოვა ვეღარ ჩავწერთ პოდკასტს. შენ ძალიან დიდი მადლობა ყველა შენი ტირილისთვის. თქვენ ცალკე პოდკასტი რო გაატევს ძალიან იტირებთ მარტო. მე დანესტანმა ცალკე უნდა გავაკეთოთ პოდკასტი მართლა. ანუ ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა ფსიქოლოგიური პრობლემა ჩვენი ტირილები ყველაფერზე. მაგაზე არ ვიხუმროთ მენტალურ და ჯანმრთელობ და ფსიქოლოგიურ ამბავზე პოდკასტები მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კარგია რომ ხალხი ვლაპარაკობთ ამ თემებზე, კარგია რომ შენ წამოწიე ეს თემა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ ხალხმა გაიგოს, რომ კი ჩვენ რაღაც მენტალური პრობლემები შეიძლება გქონდეს, ეს არ არის ასაცილო, არც ჩუმად სალაპარაკო, მაგრამ ვარ ჩვეულებრივი ადამიანი. სხვათა შორის This is Us-ში ძალიან კარგად არის ეს მენტალური პრობლემები ნაჩვენები და აი არაჩვეულებრივად. მაშინ კიდე არ ვიცოდი მე ეგ რა იყო რა, მაშინ მე რომ მოგიწია გავლა, მე მივხვდი ხო? და მე ძალიან ის იყო რა. მოკლედ მოდი ამით დავასრულოთ. თავარი ჩვენი ამბავი This is Us-ი უნდა უყუროს საოცრებად ჩვენმა მაყურებელმა, იმიტომ რომ მართლა საოცარია. ძალიან დიდი მადლობა ნესტან, ძალიან გვიყვარხარ. დიდი დრო დაგვითმე და ძალიან გვიხარია რომ მოხდა ეს ჩვენი ჩაპოდკასტება. ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნები ჩვენი პოდკასტის და დარწმუნებული ვარ კიდე ერთხელ და არა ერთხელ მოგიწევთ და შენც იმედია დაგხვდა. სხვა თემებზე. სხვა თემებზე რა თქმა უნდა. შემდეგ პოდკასტამდე. კარგად, ნახვამდის.